და დასასრულს კვლავ საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში თანამედროვე ქართველი მხატვრის ოთარ ჩხარტიშვილის გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მაქტიკომის მხარდაჭერით გაიმართა და კომპანია მხატვრის ნამუშევრების ალბომიც გამოსცა. გამოფენას კულტურის მინისტრის მოადგილე იური მეჩითოვიც დაესწრო. მამას შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ნონკონფორმისტი მხატვარი, რომელიც იდევნებოდა კომუნისტების მიერ, ძალიან დიდი წვალების და ბრძოლის მიუხედავად მაინც თენდა მის ნამუშევრებს, მაგრამ მორალურად ადამიანი დაავადეს, მოკლედ გულის დაავადი, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, დაუფასებელი წავიდა ამ ქვეყნიდან. არც ერთი ღირსების ორდენი მას არ მიუღია და არასოდეს არც ერთი მთავრობისთვის მხარი არ დაუჭირა. ეს პროექტი არ ემსახურება მხოლოდ მხატვრების პოპულარიზაციას, არამედ გათვლილია თაობებზე, რათა ისინი აღიზარდონ მათ შემოქმედებაზე. ამით ეს პროექტი არ სრულდება, ჩვენ საზოგადოებას კიდევ ბევრი მხატვრის ალბომს შევთავაზებთ.